შვიდდღიანი დავა და მოლაპარაკებები დასასრულს მიუახლოვდა. თბილისი რუსთავის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილის პროტესტის შემდეგ კომპანია ინტერტრასი დათმობებზე მიდის. კომპანიის გადაწყვეტილებით თბილისი რუსთავის მარშრუტზე მძღოლები საკუთარი ავტომობილებით იმუშავებენ. საუბარია 2005 წელს ზემოთ გამოშვებულ მანქანებზე, რომლებიც ყვითლად შეიღებება. ეს საკითხი კი სატენდერო პირობებში გათვალისწინებული არ იყო. დღეს მდგომარეობით ბაზაზე დგას 60 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. ეს მეორე ეტაპად განხორციელდა კიდევ 30 ერთეულის შემოყვანა. შემდგომ დღეებში კიდევ დაიყოფა ეტაპებად და შემოვა ის სრული რაოდენობა, რომელიც ჩვენ ავიღეთ კომპანიამ საკონკურსო პირობის თანახმად. მძღოლების ნაწილისთვის კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები მისაღებია. მათი განმარტებით მგზავრობის ღირებულება იგივე რჩება, რასაც კომფორტული გადაადგილება ემატება. პირობებში გათვალისწინებულია დაზღვევაც. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს თუ მძღოლის ბრალეულობა არ დადასტურდა, მისი შეკეთება მძღოლის ვალდებულებაში არ შედის. სამარშრუტო მიკროავტობუსები გახლავთ უახლოესი სტანდარტის ევროპული სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც მოემსახურება რუსთავისა და თბილისის მოქალაქეებს, იგზავნებენ კომფორტულად, არ იქნება გადაჭედვები, არავითარ შემთხვევაში არ გაიზრდება საფასური მგზავრობის. ინტერტრასთან ხელშეკრულება თბილისი რუსთავის სამარშრუტო ტაქსების 250 მძღოლის ნაწილმა გააფორმა, თუმცა ისინი კამერის წინ საუბრისგან თავს იკავებენ. სამოქალაქო პრესასთან კი აცხადებენ, რომ ის მძღოლები, რომლებიც მოლაპარაკებებზე უარს ამბობენ, მათზე მუდმივ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას ახდენდნენ. ზეწოლაზე საუბრობს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია. დღეს დილას შემოვიდა ზარი, რომ მძღოლი ერთ-ერთი მარშრუტის კახა დარჩიაშვილი არის ნაცემი წუხელ, რადგან დაფიქსირდა კომპანიაში და თანხმობა განაცხადა მუშაობაზე, გამოსულზე, სადღაც საღამოზე პირას ადამიანი ცემეს. პროფკავშირის თავმჯდომარე მძღოლების ინტერესებსაც განმარტავს და აცხადებს, რომ მათი პროტესტის ერთადერთი მიზანი იმ თანხების დაკარგვის შიშია, რომლებსაც წლების განმავლობაში უკანონოდ იღებდნენ. ქართულ ოცნებასთან გამართული აქციის მონაწილეების არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალ ზონასთან კავშირზე განცხადება არაერთხელ გაკეთდა. გავრცელდა ამავე კავშირის წევრების, ძველი მთავრობის მაღალჩინოსნებთან გადაღებული ფოტოებიც, რასაც ხაზის ერთ-ერთი მეპატრონის შმაგი მიქელაძის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები მოჰყვა. იმას, რომ შმაგი მიქელაძე რუსთავი თბილისის სამარშრუტო ხაზის მეპატრონე იყო, არც ის მძღოლები უარყოფენ, რომლებიც კომპანია ინტერტრასის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აწყობენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ შმაგი მიქელაძე მძღოლი და ერთ-ერთი სამარშრუტო ხაზის მფლობელი იყო. ნაწილი კი რამდენიმე ავტომობილზე საუბრობს. შმაგი მიქელაძე არის მძღოლი, ერთი კონკრეტული ხაზის მფლობელია. თავისი მანქანით, თვითონ მძღოლია. შმაგი მიქელაძეს ყავს 2008-იანი და 9-იანი მანქანები. მძღოლების ნაწილის პროტესტი გაუგებარია არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წევრის ლევან ჩიტაძისთვის. მისი განმარტებით ის პირობები, რასაც კომპანია ინტერტრასი მძღოლებს თავაზობს, არც ძველ ხელშეკრულებაში იყო გათვალისწინებული. სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ კომპანია ინტერტრასი არანაირად არ არღვევს არც ერთ მძღოლის უფლებას, მათ აძლევს საშუალებას, რომ იგივე პირობებში, ოღონდ იგივე რა თქმა უნდა ანაზღაურებად მდგომარეობაში იმუშაონ და გააგრძელონ მუშაობა უბრალოდ უფრო კომფორტული მიკროსამარშრუტო ტაქსებით. ამასთან ერთად კიდევ ერთხელ დავწმუნდით იმაში, რომ არანაირად არ ძურდება ამით მგზავრობის გადასახადი, შესაბამისად ყველანაირი პირობა არის დაკმაყოფილებული მძღოლების და პირობას ასრულებს ინტერტრასი. უფლებადამცველი ხაზის ყოფილი მეპატრონეების პირად და ფინანსურ ინტერესებზე საუბრობს. ეს ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მდგომარეობის ხელოვნურად ესკალაციას, საუბარი მაქვს მათ ეგრეთ წოდებულ ადვოკატზე, რომელიც ასე ვთქვათ, შემჩნეულია სხვადასხვა პოლიტიკურ აქტივობებში, არ მოხდეს კიდევ ერთხელ ამ ადამიანის და ამ მსგავსი პოლიტიკური ადამიანების მიერ მდგომარეობის ესკალაცია და მძღოლებს მიეცეთ საშუალება, რომ პირდაპირ და უშუალოდ ყოველგვარი შუამავლობის გარეშე იკონტაქტონ კომპანიის წარმომადგენლობასთან. ერთი შეხედვით მარტივი საკითხი შვიდდღიანი დავის საგანი გახდა. ჩვენ გვახსოვს აქციები და თავდასხმები მძღოლებზე, თუმცა ერთი რამ ცხადია. მგზავრების სურვილი იაფი და კომფორტული გადაადგილება, ხოლო მძღოლებისთვის კი მეტი შემოსავალია. შვიდდღიანი დავა დასრულებულია. თბილისის შემდეგ ყვითელი სამარშრუტო ტაქსები მგზავრებს უკვე რუსთავშიც მოემსახურება.